რა სკოლის евро, ყველაზე მაღალი ფასი რაც ნახე იყო 600 აქ მომაკითხა რა არის კომიკონი, ბევრმა თუმცა ვიცით, მოდი მათაც აუხსნათ. ეს არის კინო და სერიალების თუ ანიმეს მოყვარულების და ფანების თავშეყრის ადგილი, ასე რომ ვთქვათ. ჩემო გამყოფ ზონას საერთოდ ვერ ვწინდები, ეს არის DC სამყაროს ზონა, სადაც სუპერმენიც არის, ბეტმენიც არის, წვერები არის ბეტმენი. ანუ ყველაზე მოთხოვნადი ფოტოზონაა. Все окей. Cosplayer-ები ვინც არიან, ძალიან მეგობრულები არიან. Hi man. ასევე დიდი ფოტოზონა აქვს Star Wars-ის მოყვარულებსაც. შეგვიძლია ფიფრზე ფოტოები გადაიღო, ასევე მერჩი შეგვიძლია იყიდო, რაღაც სუვენირები, რა თქმა უნდა. Sobbing, and I couldn't stop crying. Because inside I'm going, I killed Jesus Christ. I killed Jesus Christ. I'm the guy that killed Jesus Christ. გამარჯობათ. დიახ, მე მაქვს ერთი კითხვა. არ ისმის? ეხლა თუ ისმის? კარგია. პირველ რიგში რაც მინდა აღნიშნო, რომ მე თქვენი თამაშის ძალიან დიდი ფანი ვარ, რადგან თქვენ ალბათ ერთ-ერთი მსახიობი ხართ, რომელიც ლუციფერის ძალიან დამაჯერებლად ითამაშა, მაგრამ რა მაინტერესებს, რა მიეცეთ თქვენი ხასიათიდან, თქვენ ლუციფერს ან პირიქით, როცა დაასრულეთ თამაში, მოგცათ თუ არა რამე თვითონ ლუციფერმა თქვენ ხასიათით. ბოდიშს გიხდით ჩემი ინგლისურისთვის. საქართველო. დიახ, საქართველო.
ორნაწილიანი პასუხი უნდა გაქცე, არ ვიცი, შეამჩნიე თუ არა ლუციფერი მეხუთე სეზონში და ლუციფერი მერვე სეზონში ორი სხვადასხვა პერსონაჟები არიან. დიახ, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა მე მაინც მეშინოდა თქვენი. მეხუთე სეზონის ლუციფერს ალბათ მე ვაჩუქე ის ჩემი ბავშვური გრძნობები, რაც აი ბავშვობაში გადავიტანე, დედა გათხოვდა მეორეჯერ, ოჯახში შემოვიდა მამინაცვალი, რომელიც თავიდანვე ვერ შევიყვარე, მამინაცვალთან ერთად შემოვიდნენ მისი შვილები, რომლებიც გახდნენ ჩემი დები და ძმები და აი ალბათ ეს გრძნობა გარიყულობის, ღალატის, მუდმივ შურის ძიების გრძნობები ვაჩუქე ფაქტიურად ლუციფერს, მით უმეტეს მამაც ძალიან კარგი პერსონა არ იყო ჩემ ცხოვრებაში. აი თვითონ შემდეგ ომში რომელი ლუციფერის მე ვიღეთ ცოტა ხუმარა ცოტა ბავშვური ლუციფერი ეს ალბათ ვარ პირადად მე საერთოდ ცხოვრებაში მე თვითონაც ცოტა უცნაური ადამიანი ვარ მიყვარს უცნაური ხუმრობები მიყვარს პრანკები და სანამ გადაღების პროცესი დაიწყებოდა ჩემ ცოლთან გავდიოდი პრაქტიკებს ორი კვირით ადრე ალბათ დავიწყებდი მასე პრანკებს ხუმრობებს რაზედაც ის ხშირად მეუბნებოდა რომ ვერ მიტანა პროცესში და ასევე გადასახებ მოედანზედაც სანამ გადაღების პროცესი დაიწყებოდა ჩემს კოლეგებს, ჩემ გადაღების ჯგუფს ვეხუმრებოდი სოყოლას, სოფთან პრანკებსაც ვატარებდი, რადგან ეს მხიარულების ენერგია გადმომეტანა თვითონ ლუციფერის ხასიათში. როგორც მივხვდით, თვითონ ლუციფერი იყო პატარა ბავშვი, როგორც მე ალბათ მთელი ჩემი ცხოვრება. მეორე კითხვა რაც დაგვისვეს, ეს არის რომ რა გადმოიტანე შენ ლუციფერიდან. ლუციფერმა ალბათ მომცა იმის შეგრძნება თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთოდ სამართლიანობა მსოფლიოში ყოველ წუთს როცა მე ლუციფერის როლს თამაშობდი და ეს იყო ჩემთვის სრულიად კათარსისი რადგან როცა ვთამაშობდი ვგებულობდი რომ ჩემს ცუდ ქმედებებს არავითარი ქმედება აღარ მოყვებოდა ანუ უპასუხისმგებლობა იყო და ლუციფერისგან მივიღე ალბათ სამართლიანობის შეგრძნება. პადლობა შენი კითხვისთვის მეგობარო. შემდეგი ზონა არის გეიმინგ ზონა, სადაც ნებისმიერ შეუძლია მივიდეს, ითამაშოს, გაერთოს. ითამაშებ ჩვეულებრივად. აქ დაწყებული შუტერებიდან, მანქანების გონგებიდან და რავი, ბევრი რამე არის. Can I give you two questions? First, most cheap, what are you selling here, the price, and most expensive price? Starting from 129 and yeah, 4 is the low. And the maximum price, yeah, to 2,490.
არა ჩვეულებრივად. გამოიწერეთ კოდეს არხი. აქ ვარ ჯესის გამო, ჩემი შეყვარებულია ჯესი. მიყვარს ძალიან. I love you ჯესი. დიდი მადლობა რომ მოიწონეთ გამოიწერეთ მაის ხვინის არხს და მოყოლით შეხვედრამდე